საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის მიერ გადმოცემული ვიდეო და აუდიო მასალა გაავრცელა, სადაც ნათლად ჩანს გოგა ხაინდრავას ფარული შეხვედრები უცხოეთში მსხურებ კანონიერ ქურდებთან ფარული შეხვედრა. ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტის სახლში შედგა და საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობას ისახავდა. მიზნად ამომრჩეველთა ლიგის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ბიძინევანიშვილის აქტიური მხარდამჭერი მთავარ პროკურატურაში უკვე დაიბარეს. თემაზე ჩემი კოლეგა მაკა ჩიხლაძე მუშაობს. მაკა გიზმე. გიორგი, ბოლო ინფორმაცია ამ სკანდალური ამბიდან არის სწორედ ის, რომ გიორგი ხაინდრავა დაიბარეს პროკურატურაში დაკითხვაზე, თუმცა მთავარ პროკურატურაში ხაინდრავა ჯერ არ გამოჩენილა. განცხადება იმის თაობაზე, რომ ოფიციალურად უკვე ის დაბარებულია, რათა პროკურატურამ დაუსვას კითხვები აღნიშნულ ვიდეო მასალასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით დევს უკვე პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდზე, თუმცა როგორც უკვე გითხარით, ხაინდრავა არათუ პროკურატურაში, არამედ საკუთარ სახლთანაც არ გამოჩენილა, სადაც ჩვენი გადამყრები ჯგუფი მუშაობს. ახლა რაც შეეხება თავად ვიდეო ამ ვიდეო მასალით ირკვევა, რომ ხაინდრავა ჩავიდა 4 ნოემბერს საფრანგეთში საკუთარი ფილმის პრეზენტაციისთვის ოფიციალური ვერსიით, შემდგომ კი გაემგზავრა სამხრეთ საფრანგეთში, სადაც 9 ნოემბერს უკვე მოეწყო ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის რევაზ ლორთქიფანიძის სახლში კანონიერი ქურდების შეკრება. ამ შეკრებას ესწრებოდა კიდევ 6 ავტორიტეტი, კრიმინალური ავტორიტეტი და მათ შორის გოგა ხაინდრავაც. არსებობს ვიდეო მასალა, რომელიც ადასტურებს ამ შეხვედრის ნამდვილობას. გოგა ხაინდრავა აცილებს, სტუმრებს და ამავე მასალის თანახმად რჩება იმავე ღამეს რევაზ ლორთქიფანიძესთან ერთად სახლში, დანარჩენები ტოვებენ ამ სახლს და 11 ნოემბერს 2 დღის შემდეგ მიდის ის ამ სახლიდან. ეს სახლი მდებარეობს საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, სადაც კანონიერი ქურდი რევაზ ლორთქიფანიძე მას შემდეგ ცხოვრობს, რაც სამართალდამცველებმა ის გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ის დაკავებული ჰყავდათ ფრანგ პოლიციელებს. რაც შეეხება საქართველოს პროკურატურაში ამბობენ, რომ უკვე სასამართლო სანქცია არსებობს და სწორედ სასამართლო სანქციის თანახმად გადმოეცა ქართულ მხარეს აღნიშნული მტკიცებულებები. ეროვნული ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით, ქართული ოპოზიციის წარმომადგენელსა და საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის სათავეში მდგომ კანონიერ ქურდებს შორის შედგა შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სახელმწიფოში დესტაბილიზაციისა და ძალადობრივი მოქმედებების გამოწვევას, კანონიერი ქურდების გავლენის აღდგენას და მხედრიონის მსგავსი დანაშაულებრივი ჯგუფების შექმნას. ეროვნული ჟანდარმერია ახორციელებდა მოსმენას, ასევე ფარულ გადაღებას და სატელეფონო მოსმენებს ლორთქიფანიძის სახლთან 2011 წლის აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით. ამას არ ჰქონდა ქართულ მხარესთან არანაირი კავშირი, ეს თავად ჟანდარმერიის ინტერესებში შედიოდა, რადგან ისინი იბრძვიან კანონიერი ქურდების და მაფიოზური კლანების წინააღმდეგ. სწორედ ამ პერიოდში შემთხვევით მოხვდა ამ კადრებში გოგა ხაინდრავას მონაწილეობის შესახებ ამ საქმესთან დაკავშირებით უკვე ცნობილი იყო რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პრემიერისთვისაც, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე იმყოფებოდა საფრანგეთში და ახლა უკვე ამ წუთებისთვის იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი იმყოფება პარიზში, რომელიც ამ საქმის დეტალებს თავად სწავლობს და იკვლევს. ცნობილი ხდება ის, რომ სამართლებრივი პროცედურები აბსოლუტურად კანონიერად იყო ჩატარებული და მხოლოდ იმ მიზნით, რომ საფრანგეთის პოლიციის ჟანდარმერიის მიერ მოპოვებული მასალა ქართული მხარისთვის იქნებოდა საინტერესო, ამიტომაც მოხდა თანამშრომლობა და ამ მტკიცებულებების ქართული მხარისთვის გადმოცემა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა გამართა რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან. ჩვენი კონსულტაციების თემა არის გამოძიება, რომელსაც აწარმოებს საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერია და რომელსაც ასევე იმავე საკითხებზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პროკურატურის ზედამხედველობით. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საქმე ეხება ქართული ორგანიზებული დანაშაულის წარმომადგენლების, კერძოდ კანონიერი ქურდების კონტაქტებს ზოგიერთ ქართულ პოლიტიკოსთან და 1 ოქტომბრის არჩევნების პერიოდში მათ შორის შესაძლო უკანონო კავშირებს ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და ძალადობის მიზნით. სამწუხაროდ ამაზე უფრო მეტ დეტალს დღეს მე ვერ მივაწვდი საზოგადოებას, თუმცა იმედი გვაქვს, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში ჩვენ შესაძლებლობა გვექნება დეტალურად ვისაუბროთ ამ საკითხებზე და ჩემი პარიზში ჩამოსვლის მიზანით სწორედ არის დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ჩვენი ფრანგი კოლეგებისგან.
ფარულ ვიდეო მასალასთან ერთად ვრცელდება დოკუმენტაციაც, რომელიც არის პირდაპირ თარგმანი ფრანგულიდან და ამ დოკუმენტში, სადაც ასეთი ქვეთავი არსებობს ხაინდრავას და კანონიერ ქურდებს შორის შეხვედრის შინაარსი, ამოგიკითხავთ ციტატას, გოგა ხაინდრავამ შეხვედრაზე მოითხოვა კანონიერი ქურდების დახმარება საქართველოში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში კანონიერი ქურდების გავლენის, ფინანსური და შესაძლო შეერაღებული დახმარების სანაცვლოდ. ხაინდრავამ მათ აღუთქვა საქართველოში დაბრუნება და გავლენის აღდგენა. ჟანდარმერიისთვის ასევე ცნობილია, რომ ხაინდრავა და სხვა ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები გაერთიანდნენ ერთი ლოზუნგის ქვეშ, რათა არჩევნებში დაამარცხონ დღევანდელი ხელისუფლება. კანონიერი ქურდების დახმარება მნიშვნელოვანია რამდენიმე თვალსაზრისით, მათ შეუძლიათ დაარწმუნონ, ზეწოლა მოახდინონ ქართულ დიასპორაზე, რათა მათ არჩევნებში მხარი ოპოზიციას დაუჭირონ. ადამიანური რესურსითა და შეიარაღებით დაეხმარონ ოპოზიციას საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში, იმ შემთხვევაში თუ არჩევნებში ოპოზიცია გამარჯვებას ვერ მოიპოვებს. ასეთი ამ დოკუმენტის მოკლე შინაარსი უფრო ვრცლად სკანდალური საქმის დეტალების შესახებ მოგიყვებით რეალობაში 10 საათზე. მადლობა მაკა პირდაპირ ეთერში